საჩუქარი. როგორც იქნა ჩამოგვივიდა უდედის დიდებული მიკროფონი, რომელსაც მე და შენ ბრაჭიშკა დღეს ერთად განვიხილავთ და ვნახავთ და საერთოდ ღირს თუ არა ამის ყიდვა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან ეკონომიურია და იდეალური ხმა აქვს, რასაც მე და შენ რა თქმა უნდა დღეს აუცილებლად დავტესტავ და მთლიანობაში ვნახავთ საერთოდ როგორია. Pipine AM6 ახალი მიკროფონი, რომელიც შექმნილია მაღალ ხარისხის ხმისთვის. კომპაქტური დიზაინი, ძლიერი კონსტრუქცია და შესანიშნავი ჟღერაობა. იდეალური არჩევანია გეიმერებისთვის და არა მარტო. ტაქს პირველ რიგში რა თქმა უნდა ვნახოთ საჩუქარი, იმიტომ რომ საჩუქრები ძალიან გვყვარს. ნუ პრინციპში მიკროფონი საჩუქარია, მაგრამ მაინც. ტაკ ესეთი საყვარლობა კეპკა მაჩუქეს. Так, всё, ეხა იდეაში ვსაუბრობ ჩემ ძველ მიკროფონით. ეგეც Fifine-ის არის, ესეთი, ნუ მე მგონი ბევრმა ვიცით, ხო, ეს წკაპ. ანუ სენსორით არის ჩართვა, გამორთვა და როგორც იქნა ეს ახალი მიკროფონი ავიღეთ ხელში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ჯერ აქედან გესმის ხმა, ანუ ძველ მიკროფონიდან. ეს არის ახალი. ესე იგი, აქ რა ხდება? აქაც სენსორზეა, მაგრამ როგორ არის? ისე ნახე, ოპა, როცა ვაწვევი, მინათებს წითელს. ანუ სენსორს აღარ აკრობს ამასთან შედარებით, ხო? ეს ეგრევე შუქს აკრობს და ეგრევე ხვდები რომ всё, ანუ ხმა აღარ ესმით შენი. აკიდე უბრალოდ წითელს გვაჩვენებს. ანუ всё, ეხა იდეაში არ ისმის ხმა, ესე ისმის, გასაგებია. ესე იგი, მოდი ეხა შევდგეთ თვითონ ღილაკებს. პირველი ღილაკი არის აი ეს დიდი, რომელსაც ხედავ რა რაღაც ძალიან დიდია. მაგრამ აქ გვიწერს ესე იგი ჩატი და გეიმი. ანუ რას ნიშნავს ეგ? მაგალითად თამაშობ თამაშს და Discord-ში ესაუბრები ძმაკაცებს იმინა, ხო, ან დაკალებს, არ აქვს მნიშვნელობა. და რაღაცნაირად გინდა რომ ხმა გააკონტროლო ან მეგობრების, ან თამაშის. უპრობლემოდ, აქედან გადაწევ chat, ანუ chat-ის ხმა უფრო იქნება ხმა მაღალზე, ლოგიკურია. გადმოწევ თამაშზე, თამაშის ხმა უფრო იქნება მაღალი და მეგობრების ხმა, რა თქმა უნდა, იქნება დაბალი. რაც მე მგონი ძალიან რაღაცა კარგი არის, ხო? ბალინა, ეხლა უკვე აღარ ვიწვალებ, ვაიმე ჩავკეცო, გადავიდე იქიდან, ყაუ შენი ხმა ძალიან ისის მაინც ჩავწიო, ეგრევე წკაპ, უკვე აქედან ჩავწევ იმის ხმას, ვისაც დავესაუბრები ხოლმე. დიახ. ნუ გვერდით გვაქვს ღილაკები, მე მგონი ეგ ისეაც უკვე ცხადია, მიკროფონის ხმის, ანუ ავწიოთ, დავწიოთ და რა თქმა უნდა ყურსაცმენის. მაგრამ გვაკიდე ქვემოთ ღილაკი, ერთი რომელმაც ძალიან დამაინტერესა, ეს არის шумоподавление. Расчёс шумоподавление, იცი, ანუ აი კარი რაღაც ამას დააწვევი და ეგრევე აჩუმებს მაგ ხმას. ქვედა მხარეზე რა ხდება? ქვედა მხარე გვაქვს ძალიან საყვარლობა მეტალი არის, ეს არის უკვე პლასმასი. აი მთლიანად რო ყოფილიყო მეტალი, მე მგონი ვაფშე კარგი იქნებოდა. კიდევ გვაქვს აქ ღილაკი, რომელიც ცვლის სენსორის ფერს, წკაპ, წკუპ, წკაპანა და წკუპანა. აი ეს კაია, იმიტომ რომ ნახე როგორ ხდებიან ერთმანეთს ესე. ხო, ანუ ეს ძალიან მაგარი რაღაცა. ამას არ აქვს ეს რაღაცა. ანუ თვითონ აყენებს ფერებს, იმენა გაფსიხებაზეა რა. რაც მომენტ, აი ეს კარგია, უკვე მომეწონა, ნახე, ოპა. Так, მოდი ახლა დავტოვოთ და მე მგონი ახლა გადავიდეთ. ეს ძალიან უხეშია ძმა. და დიდი ხანი რომ დავაჭირო, თავისით არ შეცვლის ხოლმე? აი ეს მე მგონი ცვლის ხო თავისით. აი ვაფშე რო ჩავაქროთ არ არის ეგ ვარიანტი. მომენტ რა. და ოპა, დიდი ხანი მეკავა და всё, აგე გადადის, ხო, დიდი ხანი რო გიკავია უკვე ღილაკზე, ხვდები? აგე ჩავაქრეთ კიდევაც, ჩავაქრეთ, აქ ეგ ფუნქციონალი, მთლიანად ჩავაქრეთ, მაგრამ რატო უნდა ჩავაქროთ, როცა შეგვიძლია ჩავრთოთ, ლოგიკურია. კარგი. შესანიშნავი მიკროფონია, Fifine-ს რა თქმა უნდა, მადლობა, მაგრამ მოდი ახლა შევადაროთ ხარისხი. ანუ ეს არის ჩვენი ძველი მიკროფონის Sector Car Underground. Sector Car Underground, ვანადოა რეკორდზე და ყველას ვისაც ესმის რა შნავს Come Crime. აი ესეთი ხმა აქვს, ეხა ძალიან აწეული არ მაქვს, მაიცადე, აი ეხა ბოლომდე ავწიე, ოღონდ აქ მაინც ჩაწეული მაქვს 75-ზე. ამიტომაც ცოტა ესე დავაყენებ, აი ესე რა. აინო. ამას. თლად ბოლომდე არა, ესე. მე მგონი ნორმალურად ისმის, მაგრამ მოდი გადავამოწმოთ აი ეს ღილაკი, რომლებიც აშორებს ზედმეტ ხმებს. ანუ აი ეს. Так. რას. Эй.
მოგესალმები. ნორმალია, ვერ ვიტყვი რომ ისა, მაგრამ მე მგონი მაინც ისევ აი ეს ჯობია. ვიდრე ეს მირჩევნია. ხო, აი ეს მირჩევნია. ხმა კარგად ისმის. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე გენიალური გვინდა ეხლა ჩვენებურად გადავამოწმოთ ჩვენი ხმა თუ როგორ ისმის. ნუ პრინციპში აი ესე ნორმალურია, ეხლა ჩემთან არის სადღაც დაახლოებით 15 სანტიმეტრში მიკროფონი და მე მგონი ჯიგრულად ისმის. პრინციპში შეგვიძლია კიდევ ერთხელ ავწიოთ, ან შეგვიძლია ის რაღაცა დავიცილოთ, მაგრამ მე რატომაც არ მევასება ეს ესე რო ანუ მიკროფონი რო არა, ესე წაიღე, მოიტანე ხოაზე ხარ. ო, აი ესე მირჩევნია, აქ მაგიდასთან ჯიგრულად ესე დგას, საკაიფოდ, ანუ აქ არის პროს შენ ვერ მაგრამ უშავს ეგ ნორმალური მოვლენა არის. ესეც ვერ ხედავ გასაგებია. Так, всё, მოდი ახლა გადავამოწმოთ მიკროფონის ხმა вообще სონგში როგორი. Закидали веролам, отложу на завтра ман, был потерян, я был хлам, но разада токарам, летят звуки городам, мой посыл кричит ворам, ты смело творю я сам, это правда, износ спам, все, что нужно там, да, убитая правда, если что-то надо, решает провода, от рая до ада, мы находим гада, пушки нафиг надо, мерцение клада, Каргия. არა, მე მგონი კაია, ხო? ანუ ეხლა მთლად რო ვთქვა, ვაიმე სტუდიურს ჯობია რაღაცა, არა, რა თქმა უნდა. მაგრამ მოკლედ, კარგი მიკროფონია, ძალიან ეკონომიურია და მართლა ხარისხითაც ჯიგარია. ოღონდ მართლა გულწრფელად ვიძახი. ბიჭო, იმპონჩი კი არა, რადგან მაჩქეს და მიგრევეს, თო. არა. იმას ჯობია, იმას ნამდვილად ჯობია. პროს ანუ აი ცოტა უფრო ახალი დიზაინი რო შემოგთავაზო, ვაფშე კარგი იქნება. ეს ოპკა, ეს შეიძლება მოხსნა ჩვეულებრივად, აი ესე, აი ვაფშე ჩვეულებრივად იხსნა და ოპა ისევ დადებ. ოპა, ამოიღებ, ოპა ისევ დადებ, როგორც უკვე შენ გსურს. თუ გინდა იქით ამხარეს, თუ გინდა აქეთ ამხარეს და ნუ როგორც უკვე შენ გინდა, შეგიძლია ესეთი რაღაცა მოიფიქრო. ამიტომაც ყველაფერს დავტოვებთ აღწერაში, სად შეგვიძლია შევიძინოთ, რატო შეგვიძლია შევიძინოთ და ასე შემდეგ. დაწერე აუცილებლად შენი აზრი, როგორ მოგეწონა, კარგი არ არის, კარგი აი რო შეხედავ ვიზუალურად აუცილებლად დაწერე, ჩემთვის საინტერესო იქნება შენი კომენტარის საკითხვა და მე რა თქმა უნდა დროებით გემშვიდობები. ეოპ, bro.